ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური წამოწყება, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში მოხდა რა ალბათ. და მისი სწორად გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა იყო პირველ რიგში ევროკავშირი? და ევროკავშირი პირველ რიგში იყო სამშვიდობო პროექტი, რომელმაც შეარიგა ერთმანეთთან სახელმწიფოები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იქამდე ერთმანეთს ებრძოდნენ. ამიტომაც დღეს იმაზეც საუბარი, რომ გლობალური ომის პარტია არის ევროკავშირში, ამერიკაში და შემდეგ არის სრული აბსურდი. და ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ ეს ტრაექტორია ევროკავშირის განვითარებისა, რომ პირველადი მიზანი და საბოლოო მიზანიც ამ წამოწყების არის მშვიდობის დამყარება ევროპის კონტინენტზე და ალბათ სოფლიო ისტორიაში ეს არის ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი. მათ შორის ნობელის პრემიაც აქვს აღებული მშვიდობის დარგში ევროკავშირს. თუ ჩვენ შევხედავთ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად ომი არ ყოფილა და მის საზღვრების მიღმაც თუ კი ომი მომხდარა არა ევროკავშირის გამო, არამედ სხვა აქტორების გამო, ხო? იქ იყო თქვა ბალკანეთის ომები, რომელიც კომუნისტური მემკვიდრეობის შედეგი იყო და არის საქართველოს და უკრაინაში ომები, რომელიც რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების შედეგი არის, ხო? ამიტომაც ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიაზროს, რომ ევროკავშირს აქვს ცხადია ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი მის წევრობასაც და ასე შემდეგ. მაგრამ პირველ რიგში რაც ევროკავშირს მოაქვს მის წევრ სახელმწიფოებში, ეს არის მშვიდობა. მშვიდობა როგორც გარე აქტორებთან მიმართებაში, ასევე ქვეყნის შიგნითაც მეტნაკლები პოლიტიკური სტაბილურობა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანაში არეულობა იყოს ცხადი, არეულობა შესგულისხმობ, რომ რაცა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას, ხო? მაგრამ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში არსებობს ამ კრიზისის მოგვარების დემოკრატიული ინსტიტუციური გზები და ამით იქმნება ამ სახელმწიფოებში შიდა მშვიდობა და იქნება გარე მშვიდობაც ერთმანეთში რო არ ომობენ და ვერ იომებენ ფიზიკურად მაგის გამო და ასევე იმიტომ რომ სხვა შორის ევროკავშირსაც აქვს თავისი უსაფრთხოების გარანტია. ერთ-ერთი მუხლი მისი ხელშეკრულებისა საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვალდებულია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს სხვა წევრ სახელმწიფოს, თუკი მასზე განხორციელდება თავდასხმა. ამიტომაც აი ეს მშვიდობის ელემენტი ევროკავშირისა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ კარგად გვესმოდეს და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ფუნდამენტი, რაზეც დგას ეს ევროპული ინტეგრაციის პროექტი. რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებას. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი ევროკავშირის ინსტიტუციურ სისტემაში. ზოგადად ევროკავშირი არის ინსტიტუციურად ძალიან რთული. შეუძლებელი ადამიანმა კარგად შეისწავლოს ევროკავშირის ყველა მიმართულება. ეს ასე გონი არ არსებობს და გაფართოება ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი არის. უკვე დიდი ხანია რაც დემოკრატიული სტანდარტები არის ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი მთავარი თემა. იმიტომ რომ თუკი ჩვენ გავიხსენებთ ევროკავშირმა ბევრი ყოფილი ავტორიტარული სახელმწიფო, ასე ვთქვათ, გაადემოკრატიულა ამ სტუს კარგი გაგებით და მიიღო თავის ოჯახში. ასეთი იყო ესპანეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, სხვა და ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოები აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, აი ეს გაფართოების პროცესი სწორედ იმიტომ რომ ითხოვს დემოკრატიულობას ამ ქვეყნებისაგან, ასევე საჭიროებს ევროკავშირის მხრიდან რომ დაეხმაროს ამ ქვეყნებს აი ამ პროცესის გავლაში. და ევროკავშირი ამას შვებოდა საქართველოსთან მიმართებაში წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაძლევდა ის არავითარ პირობას, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრი, ამის მიუხედავად, მაინც რადგანაც ქართველი ხალხის და მათ შორის ქართული ხელისუფლებების ანუ მრავლობით ჩამოფამას სურვილი იყო ევროკავშირის წევრობა, ყველანაირად იქნებოდა ეს იქამდე ასოცირების შესახებ შეთანხმება, მერე ვიზა ლიბერალიზაცია თუ სხვა გზები, ყველანაირად ეთანხმებოდა ამ ქვეყანას, რომ მომზადებულიყო ევროკავშირის წევრობისთვის და ბოლო ბიძგი ასე ვთქვა ამისთვის ბოლო რუქა რომელიც ჩვენ ევროკავშირმა მოგცა გაწევრიანების მოსამზადებლად იყო ჯერ 12 რეკომენდაცია და მერე 9 რეკომენდაცია რომელთაგან არც ერთი ამ ეტაპზე არ არის შესრულებული. რაც არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი რომ შევხედოთ თუ რა არის ეს 9 რეკომენდაცია. ხო? ანუ არა ეხლა მაგათ პუნქტობრივად რომ ჩაიხედო ყველაფერში, მაგრამ რომ შეხედო წაიკითხო უბრალოდ მოქალაქემ, ვერ იტყვი რომ მათი რომელიმე შესრულება მნიშვნელოვნად, ჯამში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებს ამავე მოქალაქის ცხოვრებას. ანუ ევროკავშირი ითხოვს მარტივ რაღაცას ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნისაგან. რომ შენ იყავი ნორმალური ქვეყანა, სახელმწიფო სადაც მოქალაქის უფლებები დაცულია, ინსტიტუციები მუშაობს, სახელმწიფო ფუნქციონირებს, პოლიცია გიცავს და არა გირტყამს, სასამართლო არსებობს და სამართლიანია, გაქვს მეტნაკლებად გამართული ეკონომიკური წყობა, სადაც სამართლიანობის პრინციპები არის დაფუძნებული, რომელიც სამართლიანობის პრინციპებზეა დაფუძნებული, თუ კი შენ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ და ასევე თუ კი შენ ხარ ევროპული ქვეყანა ღირებულებებით, ისტორიით, კულტურით, მაშინ შენ გაქვს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსი და გზა. ის რომ ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, ევროკავშირმა უკვე გვითხრა. ევროკავშირმა გვითხრა ეს ჯერ კიდევ მაშინ უცად ჩვენ მოგვანიჭეს ევროპული პერსპექტივა 2022-ში. ამის მერე იყო კანდიდატის სტატუსი, რამაც გაანაღდა ეს ჩვენ ევროპული პერსპექტივა და მოგცეს კონკრეტული რუქაც
როგორ მივიდეთ რომ ამ უბრალოდ ევროპული კი არ ვიყოთ. ანუ ასევე ვიყოთ ევროპული სახელმწიფო, რომელიც მზადაა ევროკავშირის წევრობისათვის. დღეს რაც გააკეთა მათ შორის ქართულმა ოცნებამ, უცებ მათ საკმაოდ უცნაური ფორმულირება გააკეთეს, ხო? 20-28 წლამდე უარს ვამბობთ, რომ დღის წესრიგში იყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მაგრამ ამ პერიოდამდეო შევასრულებთო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს. დღევანდელობით ქართული და საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების მთავარი ჩარჩო დოკუმენტი და ამ გაწევრიანების გზის რუქა არის არა ასოცირების შეთანხმება, არამედ არის ის რეკომენდაცია. არაფერი აქცენტი არ დაუსვამს არც ვითომ პრემიერ-მინისტრს და არც ვითომ საგარეო საქმეთა მინისტრს ამ რეკომენდაციაზე. და სრული აქცენტირება იყო ასოცირების შეთანხმებაზე, რომელსაც ასევე ვიცით, რომ რეალურად არაფერს არ შეასრულებენ, ხო? ამიტომ ამით სადეს რომ დაბნეულობა შემოეტანათ ხალხში, რომ ხალხს ეკითხა, რომ 2028-მდე უბრალოდ ამაზე არ ილაპარაკებენ, მაგრამ ქვეყანას მოამზადებენ და მე უცებ 2028-ში ლაპარაკს დაიწყებენ. ასე არ მუშაობს გაფართოების პროცესი, მას აქვს თავისი კონკრეტული გზა და რუქა და ეს რუქა არის ის რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. და ამის მიღმა ცხადია ის დამატებითი მოთხოვნები, რაც გაჩნდა, ეს არის რუსული კანონების გაუქმება, ეს არის მოზარადი პოლიციელების დასჯა, მსგავსი რაღაცები და ადამიანის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხო? ეს თუ არ მოხდა, შენ რაც არ უნდა მაგრად შეასრულო ასოცირების შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანი დოკუმენტია, უმნიშვნელო კი არ არის, მაგრამ ის დღეს არის მეორე ხარისხოვანი, აი იმ რეკომენდაციასთან მიმართებაში. დატყუებს და გვატყუებს ყველა, ვინც იცოდოს დაგვაჯეროს, რომ თუნდაც შეასრულონ და არავის არ შეჯერა მგონი რომ შეასრულებენ ეს ასოცირების შეთანხმება, ამით უცბად საქართველოს გახდება ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება სარგებელს. ჯერ კიდევ იქამდე სანამ საქართველოს მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირი უკვე მნიშვნელოვნად იყო ჩართული მათ შორის ფინანსურად, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ფინანსურადაც საქართველოს განვითარებაში. მე მახსოვს თუ არ ვცდები 2014-დან 24 წლამდე საქართველოში ევროკავშირმა დახარჯა მილიარდამდე ევრო და ამ მილიარდი ევროს ყველაზე დიდი ნაწილი დაახლოებით მე-5 მოვიდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, იმიტომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებული არის აგრარულ სფეროში და სწორედ იმიტომ რომ ეს დახმარება პირდაპირ მოსახლეობასთან მისული იყო, დარყოფილი იყო შეჭმული კორუფციული გზებით. რაც შეეხება ეს უკვე ხდებოდა სანამ მოხსენე კანდიდატის სტატუსი, სანამ ოფიციალურად შედგებოდით გაწევრიანების გზაზე. როგორც კი შენდგები ამ გაწევრიანების გზაზე, ევროკავშირი მაშინათვე იწყებს ხოლმე ახალი ფორმატების მოძიებას, მათ შორის ახალი ფინანსების მოძიებას, რომ როგორმე გაგიკვალოს ის გზა, რასაც გთხოვს რომ გააკეთო. და ჩვენ ნახეთ ეს მოლდოვას მაგალითზე, რომელიც არის ჩვენზე უფრო პატარა ქვეყანა, განწყობები მათ შორის არის ჩვენზე უფრო ბუნდოვანი ევროკავშირთან მიმართებაში და ამის მიუხედავად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა აჩვენებს პოლიტიკურ ნებას და დღის წესრიგს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ევროკავშირი თუ არ ვცდები 2 მილიარდი ევროთი ეხმარება მას შემდგომი წლების განმავლობაში, ხო? აი წარმოიდგინეთ, რამდენად დიდ თანხაზეა საუბარი ჩვენ შემთხვევაში, იქნებოდა საუბარი ჩვენ შემთხვევაში, რომ ქართულ ოცნებას არ მიეღო ის თელი გაწყვეტილებების სერია, აქ არ არის მარტო ერთ გაწყვეტილებას, ხო, თელი გაწყვეტილებების სერია, რუსული კანონის მიღებიდან დაწყებული, არჩევნების გაყალბებით გაგრძელებული და, რა ვიცი, მიხეილ ყაველაშვილის ვითომ პრეზიდენტად დასმით და ბოლოს აი იმ განცხადებით დამთავრებული, რამდენად დიდ სიმდიდრეზე ათქმევინეს ხელისუფლებამ, რომელსაც არ აქვს ხალხის ნდობა, უარი ქართულ საზოგადოებას. ეს არის აი ის ძალიან მძიმე შედეგი, რაც აი ამ განცხადებებმა და ამ ნაბიჯებმა მოუტანეს და ეს არის ხელშესახების შედეგი. ანუ ეს ქვეყანა, დღევანდელი საქართველო, ამაზე ორი აზრი არსებობს, რომ ფუნდამენტურად უფრო გაუმჯობესებული არის, ვიდრე ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, ხო? მაგრამ ეს პროცესი თავისთავადად არ მომხდარა. ამ ქვეყანაში ბევრი ფული დაიხარჯა, ამ ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური კაპიტალი დაიხარჯა, ამ ქვეყანაში ბევრი სიკეთე გაკეთეს და მათ შორის დასავლური სახელმწიფოების და პირველ რიგში დასავლური სახელმწიფოების და ევროკავშირის და ამერიკის დახმარებით. თუ კი ეს ყველაფერი შეწყდება, აი ეს ტრანსფორმაციული ეფექტი, გარდაქმნის ეფექტი და ჩვენ აქამდე გქონდა, ესეც ცხადია, რომ შენელდება და შეჩერდება, შეიძლება ასეც ითქვას. და ეს არის ის კონკრეტული დანაკარგი, რაც საქართველოს ყველა მოქალაქე დღეს თუ არა ხვალ, თუ კი ეს სიტუაცია არ შეიცვალა, თავის თავზე იგრძნოს პირველ რიგში. ერთხელაც გაიხედავს შავი ზღვის მიღმა და აღმოაჩენს, რომ შეიძლება მოლდოვას მოქალაქე მასზე უფრო კარგად ცხოვრობდეს. როცა დღეს ეს სიტუაცია ამდენად არ არის. ეს არის ერთგვარი კატასტროფა. რატომ შეიძლება რომ ჩვენ გვქონდეს ევროკავშირის წევრობა? გარდა ძალიან ნათელი ფაქტორებისა, როგორებიცაა პოლიტიკური სტაბილურობა, დაცულობა, უსაფრთხოება, მშვიდობა, კეთილდღეობა, ასევე არის აი ეს კონკრეტული ფინანსური სარგებელი მათ შორის, რაც იღებს ყველა ღარიბი ქვეყანა ევროკავშირის წევრი როცა ხდება. ხო, არსებობს ევროკავშირში ასეთი არის cohesion fund ქვია ინგლისურად. ქართულად არ ვიცი როგორ ითარგმნება და ეს ნიშნავს იმას, რომ რადგანაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ძალიან მდიდარია, ზოგიერთი რეგიონი ქვეყანა ძალიან მდიდარია, ზოგიერთი ქვეყანა, ზოგიერთი რეგიონი გაცილებით ღარიბია, ხდება აი ამ დახმარების გადამისამართება, რომ აი ამ ღარიბ რეგიონებსაც დაეხმარო. ეს არის ალბათ
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, თუკი ჩვენ გვინდა ხელშესახები შედეგი დავინახოთ ევროკავშირის წევრობისა, უკვე წევრობაზე მაქვს საუბარი და არა გაწევრიანების გზაზე, რასაც ასევე გვაყარგინებენ ამ გადაწყვეტილებით. იმის დათვლა თუ რა პოლიტიკურ სიკეთეებზე აქვს საუბარი, როცა შენ ხვდები ევროკავშირის წევრი, ალბათ ფიზიკურად დაუთვლადია, უბრალოდ შევხედოთ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ბოლო პერიოდში ხდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შევხედოთ ხორვატია, შევხედოთ თუნდაც რუმინეთს და ბულგარეთს, ხოდაც კიდევ უამრავი პრობლემა რჩება, მაგრამ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ამ პრობლემების მათ შორის მოგვარების დინამიკა და მათ შორის თვითონ პრობლემების ნაირსახეობაც. და ამ ყველაფერზე ჩვენ გვათქმევინებენ უარს ადამიანები, რომლებსაც მოქალაქეების ნდობა ჩანს რომ არ აქვთ. ალბათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც უნდა ვისაუბროთ ევროკავშირთან დაკავშირებით არის გაწყვეტილების მიღების პროცესი. ვინაიდან ჩვენ ვნახეთ რომ მიუხედავად იმისა თუ რა ხდება ქალაქის ქუჩებში, თბილისის ქუჩებში, მიუხედავად იმისა რომ ადამიანები დღე და ღამე ვიბრძვით და იბრძვიან ევროკავშირისთვის და ევროპული წევრობისთვის, ევროკავშირის წევრობისთვის, ამის მიუხედავად თითქოს ევროკავშირის მხრიდან არ ჩანს გადაწყვეტილი ნაბიჯები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ძალადობის შემოქმედები არიან. ამის მიზეზი არის იმ ძალიან რთულ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ევროკავშირს აქვს განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით. და ეს არის ის ამბავი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს, როგორიც არის დასანქცირება, მათ პირველ რიგში ფინანსური სანქციები, სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა. ეს მოიცავს მათ შორის ორბანს და მათ შორის ორბანი, რომელიც არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და რობერტ ფიცოს, რომელიც არის სლოვაკეთის ასევე ლიდერი. მათ შორის ამ ორი ადამიანის მხარდაჭერას, რომლებიც, ბევრი ამბობს, რომ რუსული პროექტია ევროპაში და რუსული, ასე ვთქვათ, ინტერესების გამტარებლები არიან ევროპაში. ყოველ შემთხვევაში ისინი, რომ არ უწყობენ ხელს ერთიანი ევროპული პოლიტიკის წარმოებას, ეს ძალიან ბევრ მომენტში გამოჩნდა ევროკავშირის უახლეს ისტორიაში. აი ამ წინააღმდეგობის გამო ევროკავშირს უჭირს, რომ ასეთი გადაწყვეტილი ნაბიჯები მიიღოს, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ თითქოს ევროკავშირს ჩვენი საკითხი არ აინტერესებს, თითქოს ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი არ დგას. დღეს უკვე არის აქტიურად საუბარი და გერმანიამ დააწესა კიდეც უკვე შესვლაზე აკრძალვა 9 ადამიანისათვის. ეს ტრენდი შეიძლება გაგრძელდეს მომავალში და ალბათ გაგრძელდება. იქამდე იყო ბალტიური ქვეყნების მსგავსი გადაწყვეტილება. ასევე ალბათ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირში არის ასეთი პოზიცია, საგარეო პოლიტიკაში უმაღლესი წარმომადგენელი, რომელსაც დღეს იკავებს ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ბალტიელია, შესაბამისად საქართველოს მიმართ აქვს თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება, როცა მან დაიკავა ეს პოსტი, მისი პირველი განცხადება საქართველოზე იყო და მის პირველ საბჭოშიც, რომელსაც ის უძღვებოდა პირველ საბჭოს საგარეო მინისტრებისა, პირველი განხილვის საკითხიც იყო საქართველოს, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად, რომელიც მუდმივად არის განხილვის თემა, ვიცით რატომაც. შესაბამისად, საქართველოს დავიწყებული არ არის ევროპაში, უბრალოდ არსებობს კონკრეტული ინსტიტუციური მახასიათებლები, რაც ევროკავშირს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მტკიცე და გადამწყვეტად იმოქმედოს, ან ისე იმოქმედოს, როგორც ჩვენ ბევრ ჩვენგანს გაუხარდებოა და როგორც ბევრ ჩვენგანი მოელის, მაგრამ ამის გამო ევროკავშირის იმედი, ასე ვთქვათ, დავუკარგოთ და ევროკავშირზე უარი, ვთქვათ, მაგაზე ხო საუბარიც არ არის. ორბანის და ფიცოს მაგალითიც აჩვენებს, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ქონდეს ერთ პატარა სახელმწიფოს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. არის ხოლმე ხანდახან საუბრები, რომ მათ შორის ეგრეთ წოდებულ მართლ წრეებშიც, რომ აი ევროკავშირის წევრები რო გავხდებით, დავუკარგავთ სუვერენიტეტს, დავუკარგავთ დამოუკიდებლობას, ვიქნებით რაღაცას დამოკიდებული, ასე შემდეგ. მაგრამ რეალობა არის ძალიან განსხვავებული. ამას ტერმინოლოგიურად რო შეხედოთ, ეძახიან გაზიარებულ სუვერენიტეტს, მაგრამ რეალურად ეს რაში გამოიხატება. ჯერ ეს ერთი შენი საგარეო საქმეთა მინისტრი. წარმოდგენილი არის ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არ არის გადაწყვეტილებაზე მას აქვს დამბლოკავი ვეტო. ამასთან ერთად, როცა საქართველოს იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, საქართველოს წარადგენს ერთ ადამიანს, რომელიც იქნება რომელიღაცა ევროკომისარი, რომელიღაც თემის მიმართულებით იმუშავებს ევროკომისიაში, ხო? და ჩვენ გვეყოლება ჩვენი ევროპარლამენტარების დელეგაცია, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ ევროპარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ კი რაღაც გარკვეულ სფეროებზე საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ბრიუსელსა და სტრასბურგში, აი ამ ბრიუსელში და სტრასბურგში პროპორციულად საქართველოს იქნება ასევე წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ არათუ ჩვენი სუვერენიტეტი ზიანდება, დამოუკიდებლობა იჩაგრდება. არამედ პრინციპში რაღაც მომენტში ჩვენ ხვდებით უფრო გავლენიანი აქტორიც კი ევროპული პოლიტიკის წარმოების კონტექსტში, ჩვენ შეგვიძლია რომ თანაბარი წილი, ხშირ შემთხვევაში თანაბარი ხანდახან შეიძლება პროპორციული, კონდეს სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებით. და ამიტომაც ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ საქართველოს სუვერენიტეტს დაკარგავს და უარს იტყვის და ასე შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი სახელმწიფო ჩვენ სამეზობლოში, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტი ხინჯად აქვს, არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და არა ევროკავშირი, რომელიც პირიქით ამდენი წლის განმავლობაში გვეხმარება ჩამოყალიბდეს როგორც შემდგარი დამოუკიდებელი სახელმწიფო.